დავიწყებ დაკავებულების თავად პოზიციით. დაკავებულთა შორის არის კაცი, მეცახელად მურო, რომელიც ამ დანაშაულებრივი ბანდის მეთაურად სახელდება. ის არის პირი, რომელიც აიძულებდა ახალგაზრდებს ამ სქემაში ჩართულ სკოლის მოსწავლეებს, მათ შორის და არასრულწლოვნებს, რომ ჩაედინათ დანაშაული და ამ დანაშაულებრივი გზით გამომუშავებული თანხის უმრავლესი ნაწილი მიეტანათ სწორედ მასთან. ის დანაშაულს არ აღიარებს, ჯერჯერობით არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება უფლებადამცველის შესვლას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი დღეს დილით ჩაატარა უწყებაში, სადაც თქვეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი აიყვანეს სპეცოპერაციის შედეგად და მათ შორის არის 2 არასრულწლოვანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო, ასე ვთქვათ, მსხვერპლი დაკავებული ლიდერის მუროს მხრიდან, როგორც ირკვევა, მურო ადგენდა სქემას დანაშაულებრივს, ის ირჩევდა სავაჭრო ობიექტებს, სადაც აგზავნიდა ახალგაზრდებს მოსაპარად. ძირითადად ქურდობა მიმდინარეობდა ღამით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროვებული ვიდეომასალით დგინდება. ახალგაზრდები უკვე ახალგაზრდებმა იცოდნენ, სად მიდიოდნენ, რომელ კერძო სავაჭრო ობიექტს უნდა დასხმოდნენ თავს. ისინი იპარავენ სხვადასხვა პროდუქტებს, მათ შორის სასმელს, ალკოჰოლურ საშუალებებს, სიგარეტებს, რომელიც შემდგომში უკვე თეოდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში მიჰქონდათ და ნაკლებ ფასად იბარებდნენ. დაკავებულთა შორის არიან ასევე მოვაჭრეებიც, რომლებიც ამ ნაქურდალ ნივთებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ სავარაუდოდ, იბარებდნენ ნაკლებ ფასად, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად. მომისმინე ხა მორჩი ჩემი დედასაში მეთქი გაინცერით მეთქი მინიმუმ 500 ლარი ეხლა დღეს გვჭირდება. გაიგე? აი, თმა დელიცია რა ვიცი. გავდივარ შემიძლია მონაყარი ხა ვიცი რაღაცები ჩემი ეს კიდე გადადით რომელ უბანშიც გინდათ გააჭერეთ აქ სადაც ჩემი კი დღეს უეჭველი 500 ლარი გვინდა მეთქი. ეგრე უდგა ჩემი დედა უაძე უყურე. 1 მეტრში დგანან ბიჭო მიდი მეთქი ჩემი დედა არ გააფუჭო. მე ვიყო დედა თუ აი იმენა ფეხები არ დავალეს. არ იყო მაგის საშუალება. რა არ იყო ბიჭო სხვები შემოვიდე და მიიღეს. ო ყველან უმაძლევთ იმედებს ჩემი დედა ცოტა დროზე არ ჩამეთქი გაინძერით მეთქი. ჩემი დედა თუ ხერხემალ შერკადა გვამტყი ორი. გააგეთებინე რამე 500 ლარი მოგუჭიმა. ბიჭო მეტი მოქონდა შენ რო ვასწავლ ხალი შემომივარდა საწყო ბიჭო ტელეფონზე გელაპარაკე ტელეფონია ჩემი ინტერნეტი WhatsApp-ი მეგონას რაკენით შეგვოდი უკვე უკან მოვდივართ რომა იჩირები მაქვს მე ხა მაგალაკები და შამპუნები მაქვს რა და დეზოდორანტები და მაგებსაც თუ აიღებ 3 ლარებში თითოს გარეთ ატექის სიბნელეში იქეთ ხო ეგ ვიცი სპეცოპერაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლების ჭხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი რაოდენობით ფული სავარაუდოდ ქურდობის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ასევე ამოღებულია ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტები, რომლებიც შემდგომ უკვე მოვაჭრეებს მაღაზიებში შექონდათ ჩაბარებული პროდუქცია, მაღაზიებში შექონდათ და ყიდდნენ უკვე თვითღირებულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესვე დაანონსეს დაკავებების მორიგი სერია, თქვეს რომ ამ დანაშაულებრივ ჯგუფს შესაძლოა ყავდეს სხვა თანამსახურებიც, პირების, რომლებიც ჯერჯერობით თავისუფლებაზე არიან და მათი დაკავება დაანონსეს სწორედ გელაძის უწყებაში. დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივ ჯგუფის 6 წევრი. მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ ფარულად დაუფლებულ ნივთებს წინასწარი შეთანხმებით სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. დაკავებულთაგან 2 არასრულწლოვანია. ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების, მათ შორის პასუხისგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ. არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს,
ნაქურდალ პროდუქტს კი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში წინასწარის შეთანხმებით აბარებდნენ. თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა. დიახ, ორგანიზებულ დანაშაულს ყავს სხვა მონაწილე პირებიც. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო შიფრავს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს, რომელიც ამოიღეს სხვადასხვა კერძო, სავაჭრო ჯიხურებიდან და მაღაზიებიდან და ადგენს იმ პირთა ვინაობას, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ამ დანაშაულში. ორი სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე, დაკავებულ არასრულწლოვნებსაც და მათ შორის მოვაჭრეებსაც 10 წლამდე მუხლით ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო. სავარაუდოდ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს.